განათლების მასშტაბური რეფორმა დაანონსებულია. 7 გამოწვევის დასაძლევად 7 ნაბიჯი გაწერილი. პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი პრეზენტაციიდან ვიგებთ, რომ 12 წლიანი სასკოლო სწავლება 11-ით შეიცვლება, საბაკალავრო პროგრამა გარკვეული ფაკულტეტებისთვის 3 წლიანი გახდება, მეოთხე წელი კი სამაგისტროს დაეთმობა. დაანონსებულმა რეფორმამ შეკითხვები სწორედ ამ ნაწილში გააჩინა. როგორ შეძლებენ მსურველები საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას 11 წლიანი ატესტატით? ამ შეკითხვაზე პრემიერ-მინისტრს მკაფიო პასუხი აქვს. თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სასურველი ზოგადად არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა. თუმცა თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისათვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა. მათ შორის ჩვენ შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მე-12 კლასის დამატებაზე საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში, თუ არა და ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ სწავლა მოსწავლე იქ დაამთავროს მე-12 კლასს და თუ აქვს სურვილი განაგრძობს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ. მთავრობის მეთაურის მიზანია ახალგაზრდებმა ხარისხიანი და სრულყოფილი განათლება საქართველოში მიიღონ და მიგრაცია არა მხოლოდ საზღვრებს გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც შეამცირონ. სწორედ ამიტომ რეფორმის ერთი ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტების დეცენტრალიზაციას და ამის მიხედვით ფაკულტეტთა გადანაწილებას ეთმობა. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ასეთია პრინციპი, რომელიც ქვეყნის 7 დიდ ქალაქზე უნდა გავრცელდეს. ჩვენი მიზანია, რომ იყოს ორი ძირითადი კერა, თბილისი და ქუთაისი, სადაც უნივერსიტეტებში ერთობლიობაში იქნება უზრუნველყოფილი ყველა სპეციალობით უმაღლესი განათლების მიწოდება. ამასთან ერთად გვინდა რომ გავაფართოვოთ სხვა რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობებიც, ეს არის მოგეხსენებათ ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი და თელავი, სადაც შესაძლებელია რომ კიდევ უფრო მეტად დაიდურცოთ არსებული რეგიონული უნივერსიტეტები და ფიქრობთ, რომ აქ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ორ მიმართულებაზე, ეს არის აგრარული მიმართულება და ეს არის პედაგოგიკა. რეფორმის დეტალებზე საუბრობს განათლების მინისტრიც. გივი მიქანაძე მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტები სახელმწიფოს დაკვეთას უნდა ასრულებდნენ. დაკვეთა კი ბაზრის მოთხოვნებიდან უნდა მომდინარეობდეს. გამოყოფს პრობლემურ მიმართულებებსაც, მათ შორისაა პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაცია და მათი ანაზღაურება. სახელმწიფო უნივერსიტეტები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებული იმაზე, რომ სწორედ სახელმწიფო დაკვეთაზე შეასრულონ და სახელმწიფო დაკვეთა კი უნდა მომდინარეობდეს სწორედ ბაზრის მოთხოვნებიდან, უნდა განსაზღვროთ ის დეფიციტური მიმართულებები, სადაც არ ყვავს შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები და უნდა მოვახდინოთ საზღვარგარეთიდან შესაბამისი ცოდნის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლების ჩამოყვანა. დაანონსებული მასშტაბური რეფორმის მიღმა ოპოზიციამ სპეკულაციისთვის სივრცე მაინც იპოვა. პრემიერის განმარტების მიუხედავად მაინც ამტკიცებენ, რომ სასკოლო განათლების 12-დან 11 წლამდე შემცირებით ქართული ოცნება ახალგაზრდებს ევროპაში სწავლის გაგრძელების პერსპექტივას ართმევს. განათლების რეფორმას, რა თქმა უნდა, სჭირდება თანმიმდევრული და ძალიან მდგრადი პროცესი, რომელსაც ფაქტიურად ჩვენ ვერცერთი ხელისუფლების პირობებში ვერ ვაღწევდით. ხედავთ, რომ ყველა რეფორმას ოცნება იყენებს თავისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. იქამდე სანამ ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდება შედეგზე ორიენტირებული განათლების რეფორმა, გვეყოლება ასეთი ხელისუფლება, გვეყოლება ასეთი ოპოზიცია. ის რომ 12 წლიანი საგამოცხადო სისტემა საშუალო განათლებაში არის სწორი, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელშიც საუკეთესო არის აკადემიური მოსწრება და იგივე მაგალითად პიზას მონაცემებით საუკეთესო მაჩვენებლები აქვს მოსწავლეებს. ქართულ ოცნებამ ამ რეფორმაში თავიდან ბოლომდე ბოდიშით და ჩაისვარა, იმიტომ რომ 8 მინისტრმა და 13 წელმა ვერ მოახერხა ის, რომ 12 წელი სასკოლო განათლების გამოგვეყენება ეფექტურად. კრიტიკას რეფორმის მნიშვნელობის ახსნით პასუხობენ მართვალ გუნდში. ამბობენ, რომ ცვლილებები, რომელიც დაანონსდა, დაგვიანებულიც კი არ, რადგან დროა განათლების სისტემა ისე გაძლიერდეს, რომ ახალგაზრდებს ხარისხიანი ცოდნის მიღება საქართველოშივე შეეძლოთ და ამისთვის ქვეყნის დატოვება აღარ მოუწიოთ. ქვეყნის განვითარება დგას სწორ განათლების სისტემაზე. უმაღლესი განათლების რეფორმა არის პასუხი, რასაც დღეს ჩვენი ქვეყანა, გამოწვევებსაც დღეს ჩვენი ქვეყანა აწყდება. პირველ რიგში ეს არის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა. ამ საკითხებთან მიმართებაში გახსნილი ვარ და მზადა ვარ, რომ გავაგრძელოთ დისკუსია, დავხვეწოთ გარკვეული მიმართულებები, მაგრამ მთავარი იდეა, რაც აი ამ კონცეფციაში იყო გაჟღერებული, არის ის, რომ ხარისხი უნდა ამაღლდეს სტუდენტმა, უნდა მიიღოს ხარისხიანი განათლება საქართველოში. პრემიერმა ძალიან ვრცლად ისაუბრა გამოწვევებზე,
ძალიან უსწრაფად ისაუბრა თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლების განმავლობაში. მე მგონი ყველა თანხმდებით, რომ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის აღნიშნული მიმართულება ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, რომ ღირსეული განათლება მიიღონ. მასშტაბური რეფორმა გამოცხადებულია, დღის წესრიგიც გაწერილი, თუმცა კონცეფციის საბოლოოდ დამტკიცებამდე პრემიერი და მისი ხელმძღვანელობით სამთავრობო კომისია ყველა დაინტერესებულ პირს ჯანსაღ დისკუსიებზე იწვევს.